ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების ორთვიანი გეგმა. უწყებათა შორისის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბერი, 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით იზღუდება 21 საათიდან 5 საათამდე პირთა გადაადგილება. როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრის და 6 იანვრის ღამე. იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. სუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე არ წესდება შეზღუდვა. რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია პროდუქტის გატანა, ეგრეთ წოდებული take-away, სახლში მიტანის სერვისი, ეგრეთ წოდებული delivery, ავტომანქანით გატანა, ეგრეთ წოდებული drive. იზღუდება ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა. ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. იზღუდება სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების, სტუდიების საქმიანობა. დიდ ქალაქებში და სათხილამურო კურორტებზე წესდება დამატებითი შეზღუდვები. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში და ასევე ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში. იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. სავაჭრო ობიექტები მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. გარდა სურსათის, ცხოველთა საკვების, აფთიაქების, ვეტ-აფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა, ასევე პრესის ჯიხურებისა. ღია და დახურული ბაზრობები მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები, სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა, სრულიად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე. კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას. სათხილამურო კურორტებზე ასევე. სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. 24 დეკემბერი, 2 იანვარი შეზღუდვების შემსუბუქება. ქვეყნის მასშტაბით რეგულაციების დაცვით იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები. აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3-15 იანვარი ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმე დასვენების დღეები. აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე. არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. 16-31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, გარდა შაბათ-კვირისა. აღდგება სავაჭრო ობიექტების, ასევე ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, გარდა შაბათ-კვირისა. შაბათ-კვირას არ იმუშავებს ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები. შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფო და კერძო სამშენებლო სარემონტო საქმიანობას, საბანკო და საფინანსო საქმიანობას, სურსათის, ცხოველთა საკვების, აფთიაქების, ვეტ-აფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების, ასევე პრესის ჯიხურების მუშაობას, ეგრეთ წოდებული დელივერისა და გატანის სერვისებს, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას, ავტოტექ მომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს, აგრარული ბაზრობის მუშაობას. საქართველოს მთავრობა.